მოგესალმებით ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას. მადლობა თვითონ თქვენგანს აი ამ თბილი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. გამოიწერეთ არხი, კვლავ რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები და მადლობა იმ ადამიანებს ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე და მე კვლავ გთხოვთ გამოიწეროთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები და პირად კონსულტაციაზე მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ. მე კი დღეს თქვენთვის გავაკეთებ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დღევანდელ ფიქრებს. გაგიჟღერებთ მის ფიქრებს თქვენს მიმართ. გაშლა იქნება ორ ვარიანტად. წარმოიდგინეთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, შეიგრძენით მისი ენერგიები და ვნახოთ. პირველი ვარიანტი იყოს ავანტურინი, მეორე იყოს ლაბრადორიტი. აირჩიეთ და დავიწყოთ. მეორე ვარიანტი გადავდოთ. პირველებო, მოგესალმებით, ვინც ავანტურინი ჩაიფიქრეთ და აირჩიეთ ამ ადამიანის ფიქრები. ეს ადამიანი გადართულია ფინანსებზე ახლა და ამჟამად ფინანსურ კეთილდღეობაზე, კარიერაზე და დაკავებულია აი ამ ფინანსების მოძიებაზე ახლა და ამჟამად. ნახოთ რა ენერგიებშია კიდევ ეს ადამიანი. ცოტა ფინანსური კრიზისი აქვს ამ ადამიანს. ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, როგორ გამოვიდეს აი ამ კრიზისიდან, სადაც ახლა არის. მაგრამ მე მაინტერესებს მისი ახლანდელი ფიქრები თქვენზე. ფიქრობს, რომ ეგოისტურად მოგექცათ, ფიქრობს, რომ მისი საქციელი თქვენს მიმართ იყო თქვენთვის ძალიან გულსატკენი, მიუღებელი და ფიქრობს მოწერას, შეიძლება ფიქრობს კომუნიკაციას, მაგრამ არ იცის როგორ და რა გზით გააკეთოს ეს ყველაფერი. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ დაგტოვათ გაურკვეველ, ბუნდოვან სიტუაციაში. მოიქცა პატარა ბავშვივით და აი ეს დიდი ხნის ნაწვალევ ნაშრომი, რაც ერთად გქონდათ, თუ თქვენ გქონდათ მის მიმართ, რაღაც მომენტში ვერ დააფასა და დაგტოვათ ეჭვების და გაურკვევლობის ინაბარად. თქვენი გაწეული შრომა და გაწეული დრო მან არ დააფასა, ფიქრობს. რას ფიქრობს კიდევ ეს ადამიანი თქვენზე? ფიქრობს ეს ადამიანი, რომ აი ამ თავისი წასვლით თქვენ ჩაგკეტათ რაღაც მომენტში, რაღაც სიხარულის მიზეზი წაგართვათ და თქვენს გრძნობებთან დაგტოვათ მარტო. მაშინ ნახოთ, აქვს დანაშაულის გრძნობა ამის გამო ამ ადამიანს, თუ თვითონ დამნაშავედ გრძნობს თავს. შეხედეთ შიშები, ემოციური დისბალანსი,
უძილობა ღამის, სტრესი, ნერვიულობს თავის გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა. ნერვიულობს, რომ დატოვა ასეთი რესურსული ქალბატონი მარტო. მოდი მაშინ ნახოთ, რას მოიმოქმედებს უახლოეს ერთ თვეში ეს ადამიანი. ფიქრების რეჟიმში იქნება, მეგობრებო, და მისი აზრით სამართლიანი იქნება მაშინ თუ გამოვა კომუნიკაციაზე და აი ამ გაურკვევლობას მოუღებს ბოლოს. ფიქრობს ამას, მაგრამ რეალურად ნაბიჯი რა იქნება? შეიძლება მისი რეალური ნაბიჯი პირდაპირი არ იყოს და ეს იყოს შეპარვით, ან თვალყურს გადემნებდეთ და აი ესე რაღაც მომენტში თავისთვის გეგმავდეს აი ამ ყველაფერს, თუ როგორ აღიდგინოს აი ეს სტატუსი, რაც თქვენთან ადრე გქონდა, მაგრამ რეალურად მისი ნაბიჯები ერთ თვეში არ ჩანს, მაგრამ ის ფიქრობს, გეგმავს და ნერვიულობს იმ ყველაფერზე, რაც თქვენს მიმართ ჩაიდინა და ფიქრობს, რომ არა კეთილსინდისიერად მოგექცეთ. ეს იყო პირველი ვარიანტი და მოდი ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ლაბრადორიტი, მოგესალმებით. ადამიანი თითქოს ახლა და ამჟამად დილემის წინაშე დგას. არ იცის როგორ მოიქცეს, საით წავიდეს. თვალები ახვეული აქვს, ნაბიჯს ვერ დგავს, ვერც წინ მიდის და ვერც უკან. კიდევ რა ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, მოდი ვნახოთ. დიახ, ყოყმანის რეჟიმშია, მეგობრებო. არ იცის ოჯახური სტაბილურობა აირჩიოს, თუ თქვენ აგირჩიოთ, თუ ამ ადამიანს ოჯახი აქვს, ან ფიქრობს ოჯახის შექმნას, არჩევანის წინაშეა შექმნას ოჯახი და თუ თქვენ აგირჩიოთ, თუ უკვე ოჯახი აქვს, მაშინ ფიქრობს ოჯახში იყოს სტაბილურად, თუ თქვენთან იყოს. აი ასეთი დილემის გამოუვალი სიტუაციის წინაშე დგას ეს ადამიანი. მე მაინტერესებს მისი ფიქრები თქვენს მიმართ. გაიქცა. მისი ფიქრები სწორედ ისეთია, რომ რასაც თქვენ მის მიმართ გაიღებდით, იგივეს თითქოს ვერ გაძლებდათ. მას შეიძლება კომპლექსადაც კი ჩამოუყალიბდა ეს, რომ რაღაცას, რასაც თქვენ მეტს აძლევდით თითქოს ამ ადამიანს და ის ვერ გიბრუნებდათ იგივენაირად აი იმ ენერგიას, რა დოზითაც თქვენ აძლევდით და მისი წასვლის შედეგად დაინგრა ის მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და ის თბილი გრძნობები, რაც იყო თქვენ შორის. თუმცა აქ მხოლოდ პარტნიორები არ იყავით, თქვენ უდიდესი სულიერი კავშირი გქონდათ, ეს იყო მეგობრობა, ორი ერთნაირი სულის კვეთება. მოდი ვნახოთ კიდევ მისი ფიქრები თქვენს მიმართ. მეგობრებო, ფიქრობს ეს ადამიანი, რომ კიდევ შეიძლება პატარა ნაპერწკალი იყოს თქვენს შორის, რაღაც პატარა ფეტვის მარცვლის ხელა იყოს კიდევ დარჩენილი აი ამ ძველი ურთიერთობიდან და შეიძლება ბედმა
აი ეს ყველაფერი შემოატრიალოს, მაგრამ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას თავის თავზე კი არ იღებს, არამედ ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც სამყარომ, ღმერთმა, უფალმა კიდევ აი ესე შეგახვედროთ ერთმანეთს და აი ეს თქვენ შორის არსებული ბარიერი თავისით დაიმსხვრევა, ანუ პასუხისმგებლობის აღების გარეშე. რას ფიქრობს კიდევ ეს ადამიანი თქვენზე? ნამდვილად ფიქრობს. ცოტა ეჭვიანობს კიდეც, მეგობრებო, ცოტა გაურკვეველ სიტუაციაშია, რაღაც ეჭვები აქვს გულში, რომელსაც არ ამჟღავნებს და როდესაც მარტო რჩება, აი ეს ეჭვები არ აძლევს მოსვენების საშუალებას. რას ფიქრობს ეს ადამიანი კიდევ თქვენზე? მეგობრებო, აქ რაღაც საიდუმლოა, ფიქრობს, რომ რაღაც არის საიდუმლო. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში არის ვინმე ფარული ქალი, ფარული ურთიერთობა, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მამაკაცს აქვს ფარული ურთიერთობა და ეს ამ მამაკაცმა გაიგო, რომ თქვენ ეჭვიანობთ მასზე და ამით გამოწვეული ტკივილი და სიცარიელე გაქვთ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? ფიქრობს, რომ აი შემთხვევით, აი ესე ვითომ SMS-ი შემთხვევით გამოეშვა, ზარი გამოეშვა, თუ აქ დაბლოკილები ხართ, ან რაღაც შეიძლება ვითომ შემთხვევით მოგხსნათ ბლოკი, იმიტომ რომ ამ ადამიანს გარკვეულწილად თქვენი ენერგიები ძალიან აკლია, ის ცეცხლოვანი, აი ის სავსე სიცოცხლის მომნიჭებელი ენერგიები ძალიან დააკლდა. რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ არჩევანი გააკეთოს და თუ თქვენ მანძილი გაშორებთ, ეს მანძილი შეასუსტოს, თუნდაც ინტერნეტით, მიწერ-მოწერით, თუნდაც ტელეფონზე ზარით, რაღაც გააკეთოს იმისთვის, რომ აი ეს მანძილი თქვენ შორის შესუსტდეს, თუმცა აქ არის ტკივილი, სულის ტკივილი, რომელიც ორივე თქვენგანს ძალიან სტკივა და ეს ფიქრობს, რომ თქვენ აი ასეთი ხართ გულგაპობილი და უიმედო ხართ ახლა. რას მოიმოქმედებს? ეს ფიქრები გასაგებია, რომ სურს რაღაც მოიმოქმედოს, თუმცა მაინც ოხმანის რეჟიმშია. როგორ გავს, მეგობრებო, პირველი ვარიანტი მეორეს თუ მეორე პირველს გაოცებული ვარ. მოქმედება რა იქნება ერთი თვის მანძილზე მისგან? მისი მოქმედება იქნება, რომ სამართლიანი იქნება, ფიქრობს, თუ აი ამ ბეწვის ხიდზე გაივლის, მით უმეტეს არ იცის თქვენგან რა პასუხი იქნება და აი ეს ცუდ ფიქრებს თავიდან გაუშვებს და ერთ ციკლს, ცუდ ცხოვრების ცუდ ეტაპს დაასრულებს და ისევ შემოგთავაზებთ თავის გულს და ხელს. ფიქრობს, მეგობრებო, მაგრამ ეს ფიქრი ეს ისეთი მამაკაცია, რომელიც სპონტანურად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება 100-ჯერ გაზომოს და ერთხელ გაჭრას, აქედან გამომდინარე დროში, ერთ თვეში მე ვერ ვხედავ მოქმედებას, კიდევ დავაზუსტებ ერთ თვეში, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენს მიმართ.
მხოლოდ აი ეს ფიქრებით შემოიფარგლება და ძალიან ნელი ნაბიჯით სტაბილურად დაიწყებს თავისი გეგმებისკენ სვლას, რაც თქვენთან მოსვლას უკავშირდება, მაგრამ ეს ერთ თვეში არ იქნება და აქ ვარსკვლავის არკანი კიდევ ერთხელ მიდასტურებს, რომ აი ამას სჭირდება დრო მეგობრებო, დაგეგმილად გააკეთებს აი ამ ყველაფერს, რადგან მას აი სტაბილური, რაც თქვენთან გქონდა, აი ამის დაკარგვა არ სურს და კიდევ ჩაებღაუჭება აი იმას, რაც თქვენთან აკავშირებდა. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. მადლობა თქვენს იმისთვის, რომ იყავით ჩემთან, მე დაგელოდებით კომენტარებში და წარმატებას გისურვებთ ძვირფასებო დროებით.